რას ამბობენ მსოფლიოს მედია ტოპურიაზე? ილია ტოპურია, ეს სახელი დღეს მთელ მსოფლიოში ისმის. მისი გამარჯვებაში არა მხოლოდ მებრძოლებმა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმაც გაიგეს. ამერიკელი ანალიტიკოსები მას აღმავალ ლეგენდას უწოდებენ და ჯონ ჯონს ადარებენ. ამბობენ, ეს უბრალოდ მებრძოლი არ არის. ეს ფენომენია. მისი სტილი, აგრესიული, სუსტი და დაუნდობელი. ამავდროულად ცივი გონება, დისციპლინა და ზედმეტი სიტყვების გარეშე. ესპანური მედია მას საკუთარ გმირად თვლის. ისინი იხსენებენ მის გზას, ქართველი ფესვების მქონე ბიჭი, რომელიც დამარცხებელი ჩემპიონი გახდა. გაზეთები მას კონორ მაკგრეგორს ადარებენ. ორივემ ორი ქამარი მოიპოვა. ორივემ ერთსა და იმავე ასაკში. მაგრამ ერთი უკვე წარსულია, მეორე კი ახლახან დაიწყო. ბრიტანული პრესა კი სკანდალზე ამახვილებს ყურადღებას. ბრძოლის შემდეგ ოქტაგონში პედი პიმბლეტი გამოჩნდა. სიტყვიერი დაპირისპირება, დაძაბულობა, მრისხანება. წერენ, UFC უფრო შოუ ხდება ვიდრე სპორტი. თუმცა ისინიც კი, ვინც აკრიტიკებს, აღიარებენ, ტოპურია სხვა დონის მებრძოლია. ეს არის მომენტი, რის შემდეგაც ყველაფერი იცვლება. არმან წარუკიანი, მთავარი კონკურენტი, ამბობს, ის ირჩევს ადვილ ფულს. მე კი მზად ვარ ნამდვილ ბრძოლას შევთავაზო. და მაინც, ახლა მწვერვალზე ტოპურია დგას. ის წყვეტს თამაშის წესებს. ის არის ახალი ეპოქის სახე. ესპანეთში კი ასე წერენ, ის არენაზე ხარისავით მიდის, არ ნებდება, არ იშურებს, არ პატიობს. მაგრამ ამ ბრძოლაში ის მხოლოდ ტორეადორი არ იყო. ის ქარიშხალი იყო. მსოფლიო მედია კამათობს, აღმერთებს, აკრიტიკებს. მაგრამ ერთს ყველა აღიარებს, ტოპურიას სახელი უკვე ისტორიაშია ჩაწერილი.